დასი რომლის რეკვიზიტიც ერთ ჩემოდანში ეტევა და შოუ, რომელზეც ბრიტანული თეატრი 2 წელი მუშაობდა, ბერძნული ლიტერატურის უძველეს ნიმუშს ავტორები საქართველოში ყველაზე ექსპერიმენტული ფორმით წარმოადგენენ. Paper Cinema გასტროლებით ბათუმში ჩამოდის. ბრიტანული თეატრალური კომპანია Paper Cinema გასტროლებზე დედამიწის გარშემო სულ ერთი ჩემოდანი რეკვიზიტით დადის. მთელი მათი დეკორაცია და ტექნიკური აღჭურვილობა ერთი მაგიდა და პატარა კინოპროექტორია. პერსონაჟების კოსტიუმები და თავად პერსონაჟებიც სუფთა ფურცლიდან იწყება. ჰომეროსის ილიადას ისინი მაყურებლის თვალწინ რეალურ დროში აცოცხლებენ მუსიკოსების ასევე ცოცხალი აკომპანიმენტის ფონზე. საინტერესოა იმის ნახვა, როგორი რეაქცია ექნება აქაურ მაყურებელს ფოტოების ტრანსლირებაზე მუსიკის თანხლებით. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება უსიტყვოდ ხდება, ეს ძალიან ემოციური წარმოდგენაა. საინტერესოა, როგორ მიიღებენ საქართველოში. შოუზე 2 წელიწად ნახევარი ვიმუშავე. როცა ყველაფერი მზად ჰქონდა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ვაჩვენეთ. გვინდოდა გაგვერკვია, აცნობიერებდნენ თუ არა, რაც სპექტაკლში ხდებოდა. რამდენად გასაგები იყო ის სხვადასხვა სივრცეში განსხვავებული კულტურის აუდიტორიისთვის. ეს უნიკალური შოუა. ეს არის მხოლოდ ნახატები და მუსიკა. თან უნივერსალურია, მთელ სამყაროს თარგმანის გარეშე ესმის. ბერძნული ლიტერატურის უძველესი ნიმუში ამ ლაივ პერფორმანსის ავტორებმა ყველაზე ექსპერიმენტული ფორმით გადაწყვიტეს. მათი მოწვევა კი საქართველოში ბრიტანეთის საბჭომ გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ედინბურგში ფრიჯ ფესტივალზე პირველად ნახეს. მაყურებლის წაყვანა ამ ინტელექტუალურ ოდისეაში ტროა და ნითაკაში სწორედ ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თეატრალური პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მოხერხდა. გაგვიჩნდა აზრი, რომ ღირდა აი ესეთი უჩვეულო სპექტაკლი ქართველი მაყურებლისთვის გვეჩვენებინა იმისათვის რომ შევეგვეთავაზებინა რაღაც აი ესეთი ახალი ფორმა. ესე გახლავთ ჰომეროსის ცნობილი ოდისეა, მაგრამ ის ფორმა, რა ფორმითაც თეატრალური კომპანია ბრიტანული წარმოუდგენს ამ სპექტაკლს, მეგონი ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ეს გახლავთ სინთეზი ანიმაციისა და ცოცხლად შესრულებული მუსიკის. ოდისევსის ხიფათიანი თავგადასავალი ახალ თეატრალურ ენაზე ერთდროულად გულუბრყვილოა როგორც საბავშვო შინაური თოჯინების თეატრი და ისეთივე ოსტატური, როგორითაც ხელოვნების დიდი ტილოები იქმნება. აღთავანებული ვარ ესეთი ორიგინალური სპექტაკლი მართლა არასდროს არ მინახავს, ძალიან კრეატიული იყო ყველაფერი, რაც დაკეცდა აქ. ჯადოქრობას გავდა, ეს იყო რაღაც საოცრება. საოცარი სანახაობა და არაჩვეულებრივი ემოციებით განეწყო, ფიქრობ, აუდიტორია. ბრიტანული თეატრალური კომპანიის ოდისეა, როგორც მაყურებლის თვალწინ ერთადერთ დუბლში დაბადებული ერთი დიდი მუნჯი კინო, ბათუმის მაყურებელს 3 დღის განმავლობაში მიიღებს. ხელოვნების ცენტრში მათთვის ყველაზე ცნობილ ლიტერატურულ ამბავს ისე მოყვებიან, როგორც ის პირველად მისმა ავტორმა აღწერა, კალმით და მელნით სუფთა ფურცელზე.